ჯერ კიდევ პატარა იყავი შენ თვითონ და საოცარი სილახე მე ვიცი მოყოლილი აქვს ეს წვიმას როგორ იღებდით ხო რა ბიუჯეტი ქონდათ და ასე შემდეგ ეს ყველაფერი იყო ახალგაზრდების მიერ გადაღებული და ხო პრაქტიკულად ტრაგედიაა ჩვენ წინაშე ხო არ შემდგარი სიყვარული და მე გამახსენდა რამდენი შეცდომები დამიშვია როდესაც ვიყავი იმას აქში რამდენი ნება რამდენი გაუგებრობა რაღაც ისოლელების გამო მეორე ფილმი ეს ის შემთხვევაა როდესაც ბევრ ამას ვერ ხვდები მაგრამ ფილმი მაინც მომწონს ხო და სხვათა შორის იქ აქვს მიღებული აქვს პრიზი საუკეთესო ვიზუალური ხედვისათვის და ნინო აქ არის ო რაღაც მე მგონი ხატვარი ფილმისა მოგესალმებით ოპერატორი ნუ შენ ყველგან ხარ ოპერატორი მე მგონი და ბავშვებიც მონაწილეობენ ხო სხვათა შორის ეს ხო იცი ეს ძალიან კინემატოგრაფიული სახლია მოცურავია იქ გადაღებული ხო იქ ცხოვრობდი 30 წლამდე იმ სახლში რო იცოდი ეს ათისებული მაგ ეს ვიცი და იმიტომაც გადაიდივო ძალიან მომწონს ეს ფილმი და მესამე აი მართლა გეუბნებით რა ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა ეს იყო რაღაც საოცრება ეს მართლა დიდი ხელოვნება ჩემი აზრით სალომე და გამახსენდა მაკარევიჩს აქვს ასეთი სიმღერა თუ გახსოვთ ანა უმიალა ლიტაჩ და იონ უმიალა ლიტაჩ ჯერ გამახსენდა თურმე იანა უმიალა ლიტაჩ მაგრამ ცალ-ცალკე სამწუხაროდ რა ეს იყო ძალიან ქართული ფილმი თან ამავე დროს ძალიან ევროპული ფილმი ნუ ევროპული რა ნუ სოფლიო ფილმი და ნუ არ ვიცი ასეთი ცეკვა სამზარეულოში მე მართლა არ მინახავს არცად რა ამ და სალომე საუბრობდა ფილმის დაწყებამდე ვკითხებ ყველას ვეკითხები ბიუჯეტი რამდენია და ვერაზოს ვერ მიხდები ბიუჯეტი იყო 84 საფილოს ფასი მოკლედ რა საპირებ გეგმები გვაინტერესებს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მაგობ თქვენ ხართ პირდაპირ გეტყვით და თქვენ ორივე ხართ ბათუმის სიამაყე შეგიძლიათ გადავხატოთ მადლობები აქ ესწრებიან თქვენი კოლეგები ნუ რა ვიცი აი თქვენი შემოქმედების ირგვლივ შუთა შენ გადავიწყოთ რა საპირებ ცხოვრებაში ყველაზე რთული შეკითხვა რაც ცხოვრებაში შემთხვევით დაუსვან და ბუნებრივია ამაზე პასუხი არ ამოწ, იმიტომ რომ მე არ ვიცი რას ვაპირებ ცხოვრებაში. და ბუნებრივია ის ვიდეო არტები გაჩნდა მას შემდეგ რაც კონკრეტული მიზეზის გამო დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა და პირობა იყო ასეთი რომ აუცილებლად უნდა გადამიღო რაღაც თვეში განსაზღვრული რაოდენობის რაღაც კონკრეტული თემატიკის და პირველი იყო რაც საკუთარი თავი რაღაც ამ მაშინ მომსინჯე რაღაც ვიდეო რეკლამა თუ რაღაც მსგავსი კომერციული სახის ბუნებრივია ახამის გადაღებული მქონდა მაგრამ ეს იყო რაღაც პირველი აი როცა ზედმეტად დავატანე twins ძალა და რა ვიცი რაღაცები ახლა მეც უყურებდი დიდი ხანი არ მენახა ეს როგორც რაღაც რიგითი მაყურებელი და რაღაც მე მგონი რაღაცები შიგნით არც მახსოვდა რაღაც საინტერესოდ მე ჩვენ რაღაც უფრო სხვანაირად გავაკეთებდი რაღაცა შევხედე და ეს იყო რაღაც კონკრეტული გარემოების გამო გადადგმული ნაბიჯი ბუნებრივია ხა ჩვენ ტრადიცია მამა პაპა გუჟაბიძეები მეარტეები არ ყოფილვართ ხო და რაღაც ეტაპზე ეს დამთავრდა თქვა იგივე ტელევიზიაში უფრო პროექტს ვაკეთებ და ხანდახან თუ რაღაც საშუალება გამოჩნდება აკვეთა ასე რომ ვთქვა მსგავსი დიდი სიამოვნებით ვაკეთებ და რაც შეეხება მომავალ გეგმას ვერ ვიტყვი მაგრამ სურვილებს ბუნებრივია კინორეჟისორი ვარ როგორც პროფესიით ისე შინაგანად მოწოდებითაც და დიდი სურვილი მაქვს მხატვრული ფილმების კეთების რაღაცნაირად გრძნობ თუ რაღაც მომავალ ნაცნობად არ ჩამოეცლება საკუთარ თავში თუ გაქვს აი რომელზეც მუშაობ რაღაც აი სცენარები ჩემოდანში ლოგინის ქვეშ რაღაც ამნაირი არ მაქვს მაგრამ მაქვს იდეები რომელიც მოცემულ სიტუაციაში შემიძლია ვაქცია სცენარა და თუნდაც სცენარს ალბათ ისევე როგორც ყველა იდეას ბევრი აქცელოვანი ზის ისეთ თვისება აქვს რომ აი რაღაცა პერიოდის შემდეგ ეს გადაგილის თუ არ
ვთქვათ, საკუთრებაზე თუ არ დახატა ის რაღაცა იმ პერიოდში, ალბათ მე აღარ მოუნდება მის დახატვა, იმიტომ რომ ადამიანი ვითარდება, იზრდება, ან რაღაც შინაგან ტრანსფორმაციას ყოველთვის განიცდის. რაღაცა იდეები მაქვს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაღაც აქტუალური მოჩვენება ვერ ვახერხებ ძირითადად ამის გადაღებას, მე გაგინელდება. ისევე როგორც ვთქვა, ის რო არ გადამეყვა, ალბათ ცოტა ხნის მერე ბუნებრივია არ გადავიდოდი საშუალება, მაგრამ მოგინდება სხვა რაღაც ცვალებადი პროცედურა, შეუულებრივია ალბათ არა მარტო შინაგანი შემოქმედებები, რაღაც ფიზიოლოგიური ყოველთვის მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში. დიდი სურვილი მაქვს, რომ ვიღო მხატვრული ფილმები თუ კი ამის საშუალება მომეცემოდა, რა ვიცი, გარემ ახლა ვისარგებლებ. შემთხვევით ძალიან საინტერესო პროექტი გამოიწყო TBC ბანკმა, ძალიან ისეთი მასშტაბური, გრანდიოზული და გამიმართლა რომ მოხდი ადამიანებს შორის, ვინც ამ ფილმს გადაიღებს და ხორბეტის უკვე რა ფილმზე მიდის მუშაობა, თუ ჯერ არ არის ნუ. თქვენ რომელ ფილმზე მუშაობთ? რა ძალიან შიდა სამზარეულო შეკითხვაა და ამიტომ თავს შევიკავებ. უბრალოდ მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში გადავიღებ ამ ფილმს და 7 დეკემბერს იქნება ამ ფილმის პრემიერა. არ მინდა ჩამიცვალოთ, რომ თავი ავარიდე, ბუნებრივია თავი ავარიდე ეს გამომიდა, მაგრამ რაღაც თქმის უფლება ამეტავზე არ ამაქვს, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ჯერ კიდევ ღია არის. და ნუ ბუნებრივია ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამისთვის ასევე TBC ბანკს. მადლობა. Pardon. Salome, სამივე ფილმზე უნდა ვისაუბროთ ყველაზე. ხო, მოკლედ სამივე ფილმზე ვიქარი, აი შენი რა არის ეს ფილმები შენ ცხოვრებაში არის? პირველი სკოლისა სასიყვარულო ისტორიებია სამივე. მეორე რომ სამივე გაუმართლებელი სიყვარულია. გაუგებრობაა სამივე ვარიანტში. პირველ შემთხვევაში, როცა პატარა ვიყავი, უფრო სასაცილო გაუგებრობა იყო, მეორე შემთხვევაში ცოტა რომ გავიზარდი, უფრო მძიმე და მესამე შემთხვევაში უფრო ტრაგიკული ჩემი აზრით უკვე. და რაც შეეხება მომავალს, მე უბრალოდ გადაწყვეტილება მაქვს მიღებული კარგი ხანია და ამდენი მუშაობის შემდეგ დამიგროვდა ბაზაც, ტექნიკური ბაზაც და რაღაც საფუძველის იმის, რომ ჩემი ფილმი გავაკეთო ისე, რომ განსაკუთრებული თანხები არ მოვიძიო ამისათვის და ამის შესაძლებლობა მაქვს. ფაქტიც ასეთია მესამე ფილმი გამოვიდა 94-ად. ძირითადად რა თქმა უნდა მეგობრები მეხმარებიან, რისთვისაც ყველა მეგობარს დიდი მადლობა. თავიდანვე სტუდენტიც რო ვიყავი, ისე მეგობრები მეხმარებოდნენ, ისინი ყოველთვის პროფესიონალები არიან და მათგან შეიძლება ბევრი რაღაც ისწავლო, თუნდაც ბოლო შემთხვევაში ისინი ჩემი მეგობრებია და ჩვენ პრინციპში ერთად გადავწყვეტეთ ამ ფილმის გადაღება და მარტო ჩემ ფილმს ამას ვერ დავარქმევ. მაგრამ რახან შევიკრიბეთ და ორგანიზატორიც მე ვიყავი, დავირქვი რომ ვარ რეჟისორი. მაგრამ რაღაცა ისეთი არა, ეს კინო საერთოდ ძალიან არ არის ერთი ადამიანი. ბევრი ადამიანი მონაწილეობს, რატომღაც რეჟისორი იწერს, რომ მარტო მან გადაიღო. ვინც მიიღეს მონაწილეობას ну, ან შეაფასეს, ვინ ძალიან ცოტ დაასახელოს სახელი და გვარი, იმიტომ რომ შემდეგ სატელევიზიო ვერსიაში იწერება, თქვა. ესა და ეს სტუდენტი, თქვა. სხვადასხვა რაღაც აბიკითხავს, ოპერატორი თავის საქმეს აკეთებს, ხატვარი თავის საქმეს, ეს რეჟისორი რას აკეთებს ამ მოედანზე, კაცი შენ არ იცისა. ხო და შოთას ფილმებზე, უბრალოდ აი ამ სერიაზე ბათუმ 100 წლის შემდეგ, ხო? რა გამახსენდა ერთი პოსტმოდერნის ერთი ტერმინი სიმულაკრი. სიმულაკრების ქალაქში ცხოვრობ. მიაქციეთ ყურადღება, ჩვენ ახლაც ვამბობთ, აი უნივერმაგთან მიდიხარ, ვეუნები სამაშოთ. არა და უნივერმაგი არ არსებობს კარგი ხანია. ობელისკთან აჩერებ? ობელისკი არ არის. ფოსტასთან იყო ერთ-ერთი პირველი მაპატიეთ, რა ვიცი, ბირჟა, სადაც ბათუმელები იკრიბებოდნენ, თქვა 50. ახლა უკვე ფოსტაც არ არის, ეს დღეს რო გაიაროთ, მხოლოდ ერთი და ბევრი ისეთი ადგილი, რომელიც შენ ფილმში იყო, უკვე პრაქტიკულად იქცა აი სიმულაკრი რა არის, რაღაც არის, რის უკან არავის არის, კორელატი სინამდვილეში არ არსებობს. ჩვენ ცხოვრობთ პოსტმოდერნისტულ ქალაქში ხალხნო. ხო. ხო შეაფასოთ, შეიძლება ახალი რუბრიკა გავუშვათ, თუმცა 3 დღის შემდეგ ასეთანი არ რუსინი იყო ფოსტეს კომპანია ეს აღარა. არ მოგეწონა ფილმი? ფილმები? რომელი ვერ გაიგე? მარი დამეხმარი ახლა? ა?
გელა ძნელაძე. წამოვდგეთ ესე? არა. პირველი ფილმი იყო შემახსენე შოთა ხო, უნარშეზღუდული ბავშვები. საკმაოდ მძიმე თემა და საკმაოდ საინტერესოა. ჩემი აზრით, მე არ ვარ პროფესიონალი და ეს უბრალოდ მაყურებელსაც ცოტა კადრები იყო, ანუ უფრო ტემპი ფილმს უფრო დიდი ქონდა, ვიდრე გადმოცემა იყო. ცოტა უსწრებდა ჩემი აზრით ფილმის ტემპი ზოგად იმას ფილმის შინაარს, ხო. ცოტა ძალიან ჩქარა ხდებოდა ეგ სიტუაცია. ცოტა ჩქარა, მე ასე მეჩვენა. მაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ იყო? შეიძლება მე ვერ დავინახე სწორად. ბოლო ფილმი იყო, რავი. ალბათ სიამოვნებით ჩავიწერდი, ანუ კომპიუტერში ეს ვუყურებდი რამოდენიმეჯერ. აი, ხო, რაღაცა ხარისხი ყველაფერი იყო, რავი, ძალიან მაგარი. სიამოვნებით კიდევ ერთხელ ვუყურებდი ბოლო ფილმს. კი, აბარა. პასუხი. რა არის მონტაჟის დროს ისეთი რაღაცა სპეციფიკური საქმიანობა არ არის, ვერც პროფესიას დავარქმევ, ვერც რაღაც განსაკუთრებული, რაც უფრო მეტად მიწევს მონტაჟი. ყველაფერს საკუთარი ხელით ვამონტაჟებ, ამას მე მგონი აქვს მნიშვნელობა და რა არის აი ვისაც მონტაჟი შეუძლია, ამას ვამბობ სრული სერიოზულობით რა. იმას შეუძლია შეცვალო სამყარო რა. აი ყველაფერი და თუნდაც შენი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ ამ პირიქით. ძალიან აი ვინც კი ამაში ოდნავ ჩახედული ხართ, ალბათ დამეთანხმებით. ყველას ვინც კი ამას აკეთებს, აქვს რაღაც შინაგანი თუ დააკვირდით იქ ეგ არის 12 წუთი და დაახლოებით დასაწყისში 1 წუთში და ბოლოში 1 წუთში ჟერს მხოლოდ მუსიკა და ყველაფერი არის მუსიკის გარეშე. მუსიკას სადღაც მიყავ ხარ, რაღაც თლად თავაზობს შენ თვითონ, გასაგებია ამ დროს რაღაცა მონტაჟის მნიშვნელობაზე მიყავს, მაგრამ როცა მუსიკა არ არის, ამ დროს არის გაქვს შენი რაღაცა შინაგანი რიტმი, რომელსაც ფიქრობ ამ შემთხვევაში აყვე. და აი ზუსტად ალბათ ჩემი რიტმი და შენი რიტმი ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავდება რა. ეს არ არის თქვათ კარგი ან ცუდი, უბრალოდ ეს არის რეალობა და უბრალოდ ალბათ ასე უნდა შეხედოთ. შემიძლია ამ შეკითხვაზე პასუხი გაცემო. ყოველ შემთხვევაში შეიძლება იყოს ნაკლიც ეს ამ ფილმის, რომ თქვათ შინაარს უსწრებს თუ ჩამორჩება ტემპო რიტმი და ასე შემდეგ რა. ყოველ შემთხვევაში მე იმ წუთას როცა ამას ვაკეთებდი, რაღაც ამნაირ ხასიათზე ვიყავ. მე მაგეთი შეკითხვა სალომეს და სალომე, ჩვენ აქ ნახეთ ფილმი ზღვარი. აჩიკო ვერძაძეს მე მგონი. და იქ მონაწილეობს მსახიობი, რომელიც შენ ფილმში თამაშობს მესამე ნახევარში. აი ეს პიროვნება. თუ არ ვწდები, გახსოვთ ეს ფილმი? ორმოში როზის. ხო და შემდეგ ჩვენ კიდევ ნახავთ ფილმს მაისის თვეში, არის ასეთი რეჟისორი ზურაბ დინარაძე, თბილისელი, მეფისტო ქვია ფილმს. და იქაც ეს ბიჭი მთავარ როლშია, ასე თქვა. ბატონო? აი, ნუ ახალგაზრდა ფილმში მესამე ნახევარი. ხო, და ხო, ვერ გვეტყვი ორდე სიტყვა სამსახიობზე და იმ ახალგაზრდაზე, რომელიც შენ ბოლო ფილმშია, ესე იგი, მამაკაცის მთავარ როლში. ძალიან მოეწონა ეტყობა გოგონებს. ნუ ხარი მის იმიტოლია. გადაიყვანა სოლი. არა, ის სოლი. აი, ის ხარ. მესამე ნახევარში თამაშობს დათო ჯაყელი. საკმაოდ საინტერესო მსახიობია. საინტერესო ფაქტურა აქვს რეალურად. ყოველ შემთხვევაში ისეთი ფაქტურა აქვს, რომ უბრალოდ რომ იჯდეს სადღაც ფილმში უკვე საინტერესოა რა. არ ვიცი ოღონდ მე რა ფილმებზე ალაპარაკ, მე არ მინახია. ხო, ბათუმელი სახე. მე მგონი თეატრში მოღვაწეობს ეს თეატრის მსახიობი. დათო ჯაყელი. უბრალოდ მე არ ვიცი. მე ვერ ვადევნებ სამწუხაროდ თვალს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შემდეგი ფილმი თუ გადავიღე, მე ყოველთვის მყავს რა ხედველობაში დათო, იმიტომ რომ ჩემი ფილმების გმირი არის ყოველთვის.
და მეორე ახლა ეს არის პანტომიმის მსახიობი ლუკა ჩხაიძე თბილისში მოღვაწეობს საკმაოდ საინტერესო ძალიან ბევრი რეკლამებში მყავს მე გადაღებულია ეს ბიჭი და ის ძალიან ნიჭიერია ახლა რა ვიცი ოღონდ უწევს ყოველთვის პანტომიმის თეატრი მაინც ცოტა შემოსაზრულია და ეს გაცილებით უფრო ფართე ნიჭის ქონია ვიდრე მხოლოდ პანტომიმა და ამით არის რომ არ არის ცნობილი თორემ მე ეს თეატრში იყოს ეს ბიჭი მე მგონია რომ ძალიან დიდი შედეგი გვექნება სახეზე. ხო სალომე ანუ მეორე მსახიობი გოგო ისიც პანტომიმის თეატრის ძალიან ნიჭიერი გოგოა სხვათა შორის ეს ცეკვები რაც ახლა მე არ დამიდგამს ნაღდათ იმიტომ რომ ის ლუკა ჩხაიძე არის სხვათა შორის რეჟისორი პანტომიმის თეატრში და ლუკამ დადგა პრინციპში ორივე ცეკვა და ვაპატია ესეთი შეფა ბანალური ეს შეკითხვა სადაც აი ოთის მაინტერესებდა როგორ მოდის ესა თუ ის სცენარი ან იდეა ავტორის თავში ეს ყოლა ძალიან შეიშია ეს კომენტები ხო ის რომ აი სხვა რატო გადაიღე ეს ფილმი რომელიც გადაიღე ბოლოში რატო ხო პრინციპში ჩვენ დავჯექით ერთად და გვინდოდა რაღაცის გაკეთება ერთად ესე დავიწყეთ ამაზე ფიქრი და ყოველთვის აქვს მიდრეკლება რომ რაღაც სცენაზე იყვნენ მსახიობებს და განათება ჰქონდეთ და რაღაც კლასიკურ ფორმაში და პანტომიმე იცეკვენ რაღაც ეს უნდა ყოველთვის ხო და მე გადავწყვიტე რომ ამოვარდეთ ამ სივრციდან და აბსოლუტურად რეალისტურ სივრცეში გავაკეთოთ ის რის გაკეთებაც გვინდა და რის თქმაც გვინდა და ამიტომ მივედით ამ ფილმამდე სიტყვები მომეწონა რა ოთხ წუთში კიდევ ერთხელ გიდა ნახოთ დღესვე და ყავე ეს ხო კი არის მაგ იდეა არის იმიტომ რომ ეს არის პრემიერა მართლა ავტორები ანუ თანაავტორებსაც ასე ვთქვათ არ უნახავთ ჯერ ეს ფილმი მე ისე დავამონტაჟე და ჩამოვედი რა მასალა აქვს უბრალოდ ანახი და საბოლოო ვერსია არ უნახავთ და ისე იდეა იყო რომ გაგრძელებაც იყოს იქ თქვა სადარბაზოში შემოდის მესამე ადამიანი რომელიც ამათთან მოდის სტუმრად თქვა მესამე მსახიობი ყავს მეორე ეპიზოდი მესამე გავწევდა შეიძლება ნახოთ ახაც შეიძლება გია ერთი რეპლიკა მაქვს შეიძლება ძალიან გული დამსახო ბევრი მსახიობი აღნიშნეს თამამის ფილმში ძალიან გული დამსახო რომ ვერ შეამჩნიეთ ერთი როლი აი ასანს როთხოს და სიგარეტი ვისაც უჭირავს ის ხელი ვარ მე და აი მაგარი სერიალში რატო ძალიან გული დამსახო არის აგე ლაშა ფალავანდიშვილი, ესე იგი მე რა მაინტერესებს შოთას ფილმთან დაკავშირებით, ანუ პირველი ფილმი რაც იყო, აუტიზმით დაავადებულ ბავშვებზეა თორსები, შეზღუდული შესაძლებლობების, ყოველ შემთხვევაში. ხო, ანუ რა მაინტერესებს მე ხშირ შემთხვევაში ამას განიხილავენ მედიის პრობლემად და გაშუქების პრობლემად, ზოგადად სახელმწიფოს პრობლემად. ამ ტიპის სიუჟეტს და შინაარსს და პრობლემას არ იყენებენ კინორეჟისორები, ხო? მიჩვენეთ მხატვრული დატვირთვით შეუძლებელია ამის გადმოცემა, როცა დოკუმენტალური მიმართულებით მუშაობ. შენ ამ შემთხვევაში ხარდაჭერას უცხადებ, ანუ ბოლოში იყო საბანკო ანგარიში, რომ სახლები იყიდება, სადაც ესენი ცხოვრობენ და ასე შეიძლება რეჟისორმა ფარულად მხარი დაუჭიროს ამ შემთხვევაში მსგავს პრობლემას თუ არა. ანუ ხშირ შემთხვევაში არის კრიტიკა, რომ ობიექტს ასე უხეშად რო ვთქვათ, არ შეიძლება შენი აზრი ჩადო, არ შეიძლება იყოს სუბიექტური, ხო? ამ შემთხვევაში შენ რა განცდა გქონდა? თუნდაც დაამონტაჟდა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ადლობთ. გამოდებული რაღაც არ მოდის. გავაცილე. პირველ რიგში წეგანოს ვთქვი, რომ ეს ფილმი არის დაკვეთა.
ესე იგი ეს ორგანიზაცია ეძებდა თანხებს სახლის შესაძენად თუ რაღაც არენდის დასაფარად თუ ასე შემდეგ. ზუსტად არ ვიცი არ ვარ გარკვეული და აი ამ მაშინ გადაწყვიტეს რომ ძალიან მცირე ბიუჯეტში გაიკეთებინათ რაღაც რაც მიიპყრობდა შემდგომში საზოგადოების ყურადღებას და გავადვილდებოდა დანარჩენი თანხების მოპოვება. მე სიმართლე გითხრათ თავიდანვე გამიკვირდა რომ ამაში ფულს ხარჯავთ იქნებოდა ეს ფული რაღაც ერთი აგური თუ რამდენად გამოვიდა ცრემელი ამის ნახოს, მაგრამ რაღაც ემოცია ამაში არ და სიმართლე რო გითხრათ, საკუთარ თავს რაღაც ემოციებში ზღუდავდი, რომ თქო შემეძლო უფრო მეტი, უფრო ის ყოფილიყო რაღაც ძალიან უფრო ტრაგიკული და უფრო მეტი ცრემელი დაიღვარა მაყურებელს, მაგრამ რაღაც უფრო შემოქმედებისას მივუდექი. მე აქვს კიდე ასეთი პუნქტი, რომ აი რაღაც უფრო ეთიკური, ესთეტიური უნდა იყოს, იმიტომ რომ იქ არის ძალიან ისეთი რა გითხრა, გაცილებით საშინელი სურათია, ათასჯერ ვიდრე სინამდვილეში არის და აგერ ჭოჭით თხოვდი კიდეც, რომ აი რაღაცა მომენტები ისე არის გადაღებული, საერთოდ არანაირი მონაწილეობა არ მიიღე, იმიტომ რომ მართლა მოქმედებდა. მართლა ცუდად გავხდი. უმრობდი კიდეც ალბათ რეაბილიტაციაზე არ მეყოფა ამაში აღებული თანხა მეთქი რა. ხო და ანუ რაღაცები დამალულიც არის. რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას, ის არის ეგრევე დავდე, ვთქვათ, Facebook-ში და ბევრი არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე ასეული ნახვა აქვს. კიდევ ვიღაცა რომ რაღაცას მეუბნება, ვთქვათ, შენი ნამუშევარი, რაღაც ლინკს ვაძლევ, რომ ვთქვათ, მიუთითებ, ნუ განსაკუთრებით რაღაც სოციალური რეკლამებს, ვთქვათ, როცა მთავაზობენ, რა ვინ ხარ, რა ხარ და რა შეგიძლია, ხშირად ვაძლევ და თუნდაც რა ვიცი, აი დღევანდელი ამის ჩვენება რაღაცა კიდევ ერთხელ ჩემ მხრიდან ალბათ იყო, რომ საზოგადოების ნაწილს ამას მიაპყროს ყურადღება და როგორც ეგარ მითხრას მე იმის შემდეგ არაფერი არ ვიცი ეს არის დაახლოებით 3 წელი წინ გადაღებული აღარ არსებობს ეს დღის ცენტრი დაიხურა ალბათ გასაგები მიზეზების გამო და რა არის რა იყო ძალიან მნიშვნელოვანი აქ მე რა მივხვდი ერთადერთი ამ ადამიანების ხსნა თუ შველა ნუ უკეთეს მდგომარეობამდე მიყვანა არის ის რომ ამ მსგავსი დაავადებულ ადამიანებს ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა იქაც ყვება ის ბავშვი რაღაცა თუ მაშინ მიაქციეთ ყურადღება რომ იყო მარტო და დიდი ეზოში შადიოდა სხვა ვერაფერს ვერ აკეთებდა გარდა იმისა რომ ადამიანებთან ამ ურთიერთობა ჯანმრთელობითაც უკეთესად არის აი რაღაცა არის ეთყობა ალბათ ის უფრო ექიმს უნდა ვკითხოთ ამ მსგავსი პროფესიის ადამიანებს რომ ერთადერთი საშუალება არის ამ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა ქონდეს თორე ის რაღაცებს რო ასწავლე მაინდა-მაინც არ იცოდნენ დროწეულის სტაფილოსგან გარჩევა იცოდნენ და სტაფილოსწმიანის ბულიონის ბევრს ვერაფერ აი მაგას ვამ რომ როგორც გავიგე დაიხო ბანო ხო მეგობრებო გამოსვლა კი მარი და ნუ ეცობა წავიდეთ უკვე ფინიშისკენ თამარ დუმბაძე სტუდენტი ფილოსოფიის სპეციალობა. მინდა თქვა პირველ ფილმზე ძალიან მომეწონა. რაღაცა იყო, რაღაც თან მარტივი იყო, თან რაღაცა იმდენად ემოციური იყო, თან არ ვიცი რატომ ახლობელი მყავს მე შეზღუდული და ანუ ყველაზე მეტად ის მომეწონა რომ ძალიან მარტივად ანუ მარტივად იყო დასახელებული ის ანუ დაყენებული საკითხი რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ ოცნებები, ანუ მათაც შეიძლება ჰქონდეთ ინტერესები რაღაცა, ნუ და ასე შემდეგ. და ნუ დანარჩენ ფილმებზე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ღრმა იყო და რაღაცნაირად მინდა პარალელი გავალო ანუ იაპონურ პოეზიაზე, ჰაიკუზე, რომელიც 8 სიტყვა შეიცავს, მაგრამ იმაზე უფრო ღრმა არის, ვიდრე ეს ჩანს და ანუ ეს ფილმები ძალიან ღრმა ფილმები იყო. და ის რაც გავიგე, მომეწონა და რაც ვერ გავიგე, წარმომიდგენია როგორ მომეწონებოდა, ამიტომ დიდი სიამოვნებით ნახავდი ამ ფილმებს კიდევ ერთხელ. მადლობთ თავაჭრილების ქვეშ ვარ. Так, მე მინდა თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო სალომეს, შოთას. სალომე თბილისიდან ჩამოვიდა სპეციალურად ამ ჩვენებისათვის. ძალიან დიდი მადლობა და ხო, შოთას სპეციალურად ჩამოვიდა დღეს თბილისში. ხო. და მინდა რომ თქვენ
გახდეთ მეგობრები ამ პროექტის, რომ ამ პროექტმა შემდეგ რაღაცნაირად განვითარდეს და უფრო მომსველი გახდეს და უფრო ღრმა და უფრო წარმატებული და თქვენი დახმარება ამაში მჭირდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ეს არის ის შეხვედრა, რომელიც დაგვრჩება ჩემი აზრით მეხსიერებაში და დაგვრჩება თუნდაც ის მუსიკალური გაფორმება ძალიან კარგი მე ვიტყოდი ორივე რეჟისორთან. დიდი მადლობა ყველას, თქვენ ვინც მონაწილეობდით ფილმის გადაღებაში, დიდი მადლობა აუდიტორიას და ბედნიერ აღდგომას ყველას. დიდი მადლობა ხალხო.